აუ რა ვეყოქია ეს გამარჯვებას მეგობრებო როგორ დავა კაიტაში გამარჯვებით ერთი როგორ ავა აუ თქვენ სულ გაიხარე რაღაცა რო გაგიშვი რაკენ ფეხბურთში მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგაზე ქართველებმა ვერ უყურე თუ არ ვიცი როგორ იყო გამარჯვებით გეცვალე გამარჯვება მე არ ვიცი ქართველები არ იყვნენ ხო როგორც ფეხბურთში ვერ ვერკვევი დიდად იმედი არ დავშლილ ორჯერ და თამაშობთ კიდევ ანუ ბრძანებისთვის მოკლედ მე ცოტა უცნაურად ბოდი ცოტა დაგვაგვიანდა ტაქსით მოვედი მძღოლი შემხვდა ინდოელი სიმამრი ყავდა ქუთაისელი ჩემზე მაგრად ლაპარაკობდა იმერულად და იმებსაც აკეთებდა რა ვარია არ ვიცი საინტერესოა ეს რა ანჭიერი ხალხია ეს ინდოელები არის ყველაფერს მე ცოტა შორიგზიდან მოვდივარ ისე აი ხო არსებობს შორიგზა რომ ბევრ ქვეყანას გავიდა მე წამოვედი როგორც აი ევროპა ქუთაისი 20 კაციანი სუფრა და თბილისი 20 კაციანი სუფრის გამო განსაკუთრებით გამეჭირდა ქუთაისში თუ ხართ ნაყოფი იმელები ვართ აქ ხელსაწევით ვა თქვენ გაიხარეთ ძმაო იმელებს ტაში დაუგრათ რა იმელები ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია ნიუ-იორკში ხო იცი როგორ არის იმდენი იმერელია რომ ჩადიხარ ჩამოხვედი ქუთაისში ესე ხდებიან ხოლმე ვიდა აი ეს 25 კაციანი სუფრის გამო ძალიან გამეჭიდა საცობის ვარიანტია ხო ხო იცი რო გამოდიხარ გამოდიხარ ვერ გაგიშვებ ახლა და აი რაღაცა გამბავ სხვათა შორის მე დავადგინე რომ იმერლები ხართ ყველაზე მაგარი სტრატეგოსები აი თუ გინდა რომ სამყარო გადაარჩინო სამხედრო სტრატეგოსად უნდა დანიშნო იმერელი თქვენ თუ გონიათ შემთხვევა სტუმრის დატოვება რო უნდა თბილისიდან იმერელს პლან ბ რას აკეთებს აი მეორე პლანი რო ბ რას აკეთებს იცით ვინმე მე იმელებო არა აი ესე იგი თქვენ დიდი ხანია თბილისში ცხოვრობთ თქვენ გაგაფუჭეს ეთყობა თბილისელებმა ეს სასწაულია მე არ ვიცი მაგის მსხვერპლი გავხდი მაგრამ ნუ ეს უნდა გენახა აი ესე ვზივართ ქეიფობთ რაღაცა და რო ვთქვი რომ მეთქი მანქანითა ვარ უნდა წავიდე ჩემი მე ქუთაისელს მაგას ე ბიჭო დალია პატარაჭიკა და გახვალ მეთქი ვერ დავლევ გავა ე ბიჭო პატარათი დალია და მე გახვალ კაი დავლია პატარაჭიკა მე მეთქი წავედი ახლა აი ბიჭო მეორეც დალია ახლა მაგი რა დალევა იყო დალია მეორეც და წავალთ ერთად კაი დავლია მეორეც ცოტა ხანში მეთქი წავედი ახლა ე ბიჭო დალევა ახლა სამობით არის და დალია მესამეც და გავალთ ერთად დავლია სამის მეთქი ახლა ნაღდათ მიდივარ ბიცა პატარების არ დავლიოთ ახლა აი დავლიოთ პატარების დავლიეთ პატარებისაც მეთქი ახლა ნაღდათ წავედით და ბიცა შენ წავდი მაგრამ ასედან სვამი აპირებ და სვამი და ჯდომა საჭეზე დამტოვეს ჩვეულებრივი პლან ბ მაგრამ სხვათა შორის ქალბატონებო დღეს გილოცავთ ქალთა დაცვის დღე არის ოღონდ ტაილანდური კალენდრით არის Facebook-ზე შემხვდა თუ რამეს ნიშნავს თქვენთვის მე მაინც გილოცავთ და ხო სხვათა შორის პამიდურის ფასი ხო არ დაწეულა როგორ არის ეგ ამბავი ბოლოს 17 ლარი მახსოვს გაიაფ და რამდენზე დავიდა 10-მდე ჩამოვიდა ვა მაგარი ამბავია იმ დღეს საოცარი შემთხვევა იყო 10 ლარი აია კაცო გეყოფა რა 10 ლარი იმიტომ იმ დღეს იყო ვიღაცა ჩანთიდან გადმოუვარდა პამიდორი გზაზე გადადიოდა და 20 კაცი გაიქცა საშველებლად ერთი აიღეს და მეორე ესეც მოვრუნდა და მეორეს მანქანამ გადაუარა ის 17 ლარიანი პამიდორი იყო ვარდისფერები რო საშინელის რაღაცა ხდებოდა იქ წივილი კივილი სასწრაფო მოვიდა მე ეს გასრესილი პამიდორი ეს გაყრილი ეს ისინი ყველაფერი შიგნით ეს შიგნეულობა საშინელობა სასწრაფო ცოტაც რო დაგვეგვიანაო სადიშიც აღარ გამოდგებოდა ეს პამიდორი ძალიან მძიმე ამბავი იყო ძალიან მე არ ვიცი რა იმას დარხეული აქვს იმას დაიჭერე ვინც გადაუარა იმას სიხია ხუეჭოლის 17 ლარიანი პამიდორი დაბრიდა რა ჩვეულებრივად რა ისე ტემუზე რა ღირს პამიდორი ხო არის ტემუ საიტი ხო იცით 3 ლარი რო ღირს თავის კურიერიანად რო ყიდულობ 3 ლარად ყველაფერს მან ცოტა ხანში ალბათ აი ადამიანებსაც დადებენ აი მონებით ვაჭრობა ალბათ მანდ იქნება რა აი კედელი მაგ მოსანგრევი მაგის დედაოდ მე რა გამოიძახი ეგ 3 ლარად მუშას გამოუშვებ ინდოეთიდან საიდანღაც აფრიკიდან ჩამ მაგარი საიტი ტემუზე არ ვიცი ხო მე არ მინახავს ის მართლა უნდა დავძებნო დარწმუნებული ვარ იქნება ეხლა ვენახე თუ გინდა იმიტომ რომ მე მარკეტში ყიდვას მაინც ვერიდები მე იცი რომელ მარკეტთან ცხოვრობ ეხლა არ ვიტყვი იმას სახელს რა ქვია მიგანიშნებთ რა მიხვდებით აი რომელი მარკეტი იცი რო შედიხარ
და ორი ოპერატორი რო უნდა იჯდეს და ერთი რო ყოველთვის აკლია. იცით ეგ მარკეტი? მე არაფერი მithქვამს, თქვენ თვითონ წამოვხსნათ, მე არაფერ შუაში ვარ. აი მეორე ოპერატორი არის ცისფერი მთების გივის როლშია. არასდროს არ არის ჩემი. ანუ ფული რაღაცე დახარჯეს, ის ერთი და ეს ხალხი ჩხუბობს, რა არის კაცო, ეს მიჩხუბი, კაცო მეორე ოპერატორი და ეს გაღიზიანებული ეს ოპერატორები, ბავშვები, საწყლები ჩემ, ქალბატონო შესვენებაზეა და ასხავენ ერებს, მე იქ ვიღაცა ხალი იცავს ამ ბავშვს და არ უნდა შენი დაცვა ეხლა მას, წადი ქალო, ესენი მეზობლები ჩხუბობენ თურმე ერთმა. აი ზეგ მე რა კაცები ეს, არი ვეგავიგე, აი სერიოზული ჩხუბი მიდის. იქ მე ერთი ოპერატორი ყავს, აი მუდმივად გაღიზიანებული თინეიჯერები რო არიან, ხო იცი? პასუხი რო ეზარება რა. ვიღაც ხალი იღება, შვილო ეს რა ღირსახ, გარტყეში არ ვარ. რაო შვილო, მეთქი ისა, არ ვიციო. სასწაულები ხდა, მე სულ მგონია რომ ეგ ორი ნაბიჯი ვინც გახსნა არის აი დრამატული თეატრის რეჟისორის არის. დგავს რა ჩხუბებს. თქვენ რადგან გამოიცანით, ბარემ სოლოლაკის ფილიალს მიაკითხეთ. ეგ სერიოზული ფილიალი. მანდ არის ტრაგიკომედიებს ნახავ ჩვენ. თან უფასოდ. აუცილებლად ნახეთ. თქვენ რა ქვიათ? ესეც ვიფიქრე. ლაშა გერქმეოდათ კი ბატონო. და აი ეს ამბავია, მან ერთი შემთხვევა მქონდა კიდე რა იმდენად დაძაბულია ხალხი რომ ერთხელ ვიღაც ქალს დავეჯახე ესე რა რაღაც შეხარობდი რა და შემოტრიალი და უცებ სხვა ვინ იქნებოდა ბიჭო ალბათ მე სხვა ვინ იქნებოდა ანუ ამ ქალაქში მარტო მე ვეჯახები ხალხს თუ რა მომართვაა ან შეიძლება ელოდებოდა რომ თუ ვინმე დამეჯახება ეს ვაჟბატონი იქნება უდესმე მე ვიღაცა ხალი კაი ჩვენიანია კაცო ნუ იმაშვები ეჩხუბები მაგბიჭს სხვადასხვა ქართველებს თუ დაგიფიქსირები და ძალიან მესაკუთრე ხალხი ვართ აი ვიყვარს ეს ჩვენიანი სრულად მესმის ხოლმე აი ბავშვობიდან რომ ჩავიდოდი ხოლმე დავუშვათ გურიაში დასასვენებლად აი ესეც ისე იწყებოდა ხო აო ჩამევიდა ჩვენი ყაზრიალი ჩვენი ბიჭი ჩამოვიდა რაღაცა მე დედის მხარეს ჩავიდოდი ხოლმე იქ ო ჩვენი ბიჭი ჩამოვიდა ჩვენიანი ერთხელ კიდე სექს მუშაკები იდგნენ ციგთან გავიარე და იქაც ჩვენი ბიჭი მოვიდა, ჩვენი. რატო ვარ შენი, არ ვიცი. ისე ვერ მივედი. იქიდან მეძახდა მე. მოდი, ვინც ფული გამოგართვას, იმის დედა ვატირე. ვერ მივედი, არ მეცალა იმ პერიოდში. ისე მე რო ვაკვირდები ამ ფასების ზრდის და კრიზისების გამო, ჩემს მეზობლის ძაღლმა ყეფას უკლო. მართლა რო დავაკვირდი ესე, როგორ ეცი ეს ძაღლი ყვერტი 10-20 ყეფიანი იყო. ეტყობა ვეღარ აჭმევენ, არ ვიცი. გვერდზე ცოტა მდიდარი ოჯახი ცხოვრობს, ისინი რომ დაიწყებენ ეს პატარა ნაბოზარი ძაღლები რო, ხო იცი ეგეთი ყავთ ხუთი. ნევროზიანი ძაღლი, ყველაფრით უკმაყოფილო ძაღლები რო არიან. აი მგონია რომ ეგ ჯიში ვინც გამოიყვანა, გაერთო და მერე თავი მოიკლა რა ამ სიბოროტისგან. აი არ ვიცი რა, ამ ძაღლების რა. სუყეფე. ემათ ყობა გაიკვება, ახლა და ეს ძიდი ძაღლია ესეთია და აი როგორ რაღაც გუბას სანიკიძე ტიპაში ძაღლია რა. ამოე. ვოუ! ერთხელ ეს შეძახებს, მიდის. აი რო ლაპარაკობდეს ალბათ იმას ვუძ. რა არა ბიჭო? ეს შედის. ერთხელ ალბათ 10-20 ყეფა ქონდა. ნუ არ ვიცი, ისე მე რო ჯადოქარი ვიყო, არ გეწყინოთ ადამიანებო, მეც ადამიანი ვარ, მაგრამ მე რო ჯადოქარი ვიყო, ადამიანებს გადავაქცევდი ძაღლად. ძაღლი ბევრად კაი ტიპია, დამიჯერეთ, ვიდრე ადამიანი. აი ნახეთ. ძაღლიანი სასტავის ისიც. რამე ცუდი რო თქვა ძაღლებზე დამბრიდავთ, ხო ან გარეთ დამხვდებით. ვეგანები რო ვერიდან ეხორბე ხორცის ჭამელებს, ხო არის მიმართულება. ხო და არა მართლა გადავასწრებთ, რო შეადარო ძაღლი ადამიანს, ბევრად თვისებებით მაგარი ტიპია თუ. წარმოიდგინეთ, ძაღლი არი ბოხმება, არი ბუტება, სხვა ძაღლებს არ ლანძღავს, Facebook-ი არა აქვს, სხვა ძაღლებს არ უკონტროლებს იმას რა ქვია, ყეფას, პოლიტიკური ნიშნით არ განიკითხავს ადამიანებს, განსხვავებული ძაღლები პრობლემა არ აქვს. სიგარეტს ყველგან კი არა, საერთოდ არ ეწევა. რა ვიცი კიდე რა ჩამოთვალო, ყოველ ორშაბათს დიეტას არ იწყებს. ნაცნობია ხო თქვენ თქვის ძაღლებიანებო. რამდენჯერ აქვს დაწყებული დიეტა? და ვერ შეასრულეთ 8 ჯერ. კი ბატონო. მათ შორის კიდე ძაღლმა არის ის ჩვეო, რაც ადამიანებს ახასიათებთ, აი მარკეტში თუ დაგიფიქსირებთ, ცხვის კალათში რო იყურებიან ხოლმე, ამან რა იყიდა? ეგ არა აქ ეკთვისება ძაღლს. კიდევ რა ვიცი, კიდევ ძაღლი არ ყიდულობს სავარჯიშო დარბაზის აბონემენტს, იმიტომ რომ მე აღარ იაროს.
ეგეც ნაცნობია თქვენთვის. ტყუილა რო იხდიან ხოლმე და რო არ დადიან. ასე რა ვიცი, ძაღლი ბევრად კეიტიბია რა. თან ძაღლი ბოლო-ბოლო არ იგინება. დააკვირდეთ. ჩვენ გინება გვიყავს ადამიანს ძაღლებს და სხვათა შორის გინებასთან დაკავშირებთ ერთი უცნაური რაღაც გამახსენდა. ჩვენ ქართველებს ძალიან დიდარი ენა გვაქვს, იმდენად დიდარი ენა გვაქვს, რომ აი გინების ხო რავი, რამდენი ვერსია არ მოგვისმენია, ხო? ეხლა ჩემი საყვარელია ის მეგრული გინება. თხრობითი ფორმა რო აქვს, შენიდე და მოვტყანი, რომ მოუყვა. რო ჩაიდინა და მოუყვა, რო ვერ იგებ. ნუ ეგ ყველაზე მაგარია, მაგრამ მე მოსმენილი მაქვს აი სხვათა შორითი ფორმა რა, რაღაცა между прочим თუ რაღაცა why not maybe გინება, აი ტელევიზიაში იყო ეს მოხდა, ადრე იყო სტუმრად, ადრე იყო ხოლმე რაღაცა ეს ტელეშოუები რო დაიწყო, მაშინ სტუმარი რო მოდიოდა. ყველა სცენარისტი ერთად ვიჯექით ხოლმე რა. გოჩა ხო დაადასტურებ ამას რო ესე იყო. გოჩა არ ვიტყუები. აი 13-ვე თუ რამდენიც ვიყავით სცენარისტი 14 ვესწრებოდი სტუმრის თან შეხვედრას და ერთ-ერთი სტუმარი კულტურის წარმომადგენელი იყო ეხლა სახელდაგვარს არ ვიტყვი. მამაკაცი იყო და კულტურის სფეროდან იყო. და რაღაცა სხვება და ვეუბნებით რომ აი რაღაცა მაგარი ისტორია სასაცილო მოგვიყევი რომ რაღაცა თან ვეხმარებით რომ იქნებოდა და უცებ ყვება რაღაც ესეთ რაღაცას რომ აი ესა ჯარში ვაპირებდი ეხლა წასვლას ხო და მამაჩემი მეუბნებოდა არ წახვიდეო გაგიკეთებო საბუთსო რაღაცაო ხო და მე დავიჩემე უნდა წავიდო და წავედი მაინც მამაჩემს არ დაუჯერე გაგიჟდა მამაჩემი და წავედი და დამაყენეს ყარაუში ეს ავტომატი მიყიდე და დავინახე ვიღაცა კანისტრიარი დარბის ეხლა ბენზინები უნდა მოიპაროს და ვიფიქრე რომ ეხლა ამას ხო არ ვესწროლო თქო ეს უფლება მქონდა და მე რომ დავფიქრე რომ ეხლა ვიღაცა უნდა მოვყლა გავკიშდი ესე ყვება ამას რა და დააბრეკე სახში მამაჩემს ვეუბნები აქედან წამიყვანე თქო რა მე არა მაქვს აქ ამისთვე და მამაჩემა იქიდან შემომითვალა აქ არ გნა ხო გეუბნებოდი და აქ არ გნა ხო ჩამოსული შენი დედის და ბიჭო რაღაც პაუზა ჩამოვარდა ამ კაცი არ მოველოდით რაღაც უხერხული პაუზა ჩამოვარდა და ამ კაცს რაღაც ეს და ხო და მამაჩემა შენი დედის კი მოვტანო ეს ვერ ჩავშვით ეს ისტორია აი ეს იყო სხვათა შორითი გინება ეს არ გავიდე ეთერში მაშინ რა ხო ესე იყო ბატონო გოჩა ხო ესე იყო კი ბატონო სხვათა შორის კაცებს ძალიან გვიყვარს გინება და ქალებზე საუბარი ეს ნაცნობი თემაა ხო ალბათ ბავშვობიდან გავს ხოლმე ეს გამოცდილება საიდან შემოდის ტვინში არ ვიცი მაგრამ მე მახსოვს რომ აი უბანში ვიჯექით ხოლმე და განვიხილავდი რა რომელი ქვეყანას უფრო მაგარი ქალი ყავდა აკაცე ბაბა აწიეთ ხელი რამდენს გიმსჯელია თამაზე 1 2 3 თქვენ გადარჩენილი თაობა ყოფილიყო ჩვენ დასტრესილი თაობა ვართ თქვენ მაგიტობა უფრო 7 სახეები თორე ჩვენ და ჩემი და თქვენი სახე რო შევადროთ ერთმანეთს მე უფრო ფსიქიატრის პაციენტის სახე მაგვიდეთ თქვენ ტექნოლოგიების ამბავში რომ დააგვიდეთ ყოველთვის რაღაც ტექნოლოგიებს შემოაქვს ახალი ტერმინები ეხლა ესეთი რაღაც მოვისმინე ვიღაცა ფსიქოლოგი იჯდა ქალი რაღაც გადაცემაში თუ პოდკასტში ამბობდა რომ სექს მუშაკიო შეურაცხმყოფელი ფრისა ტერმინიაო და სწორი არისო გამოვიყენოთო სხეულის მონეტიზაციაო ბიჭო რა ვერ გავიგეთ ბაზარი არა გამოვიყენოთ კაცო ეხლა რა უბედურება ეს სექსი და მუშაკი ხო არ ეწყობა ერთმანეთს არა აი რა ვერ გავიგე იცი აი კაცები რო შეხედათ რა წამო დღეს მაგის დედაოდერი არხს ხო არ დავაწერინოთ რა აი კაცი რო საყვარელთან არის ასურა და პაირო შეუძ რა საკეთებ ბიჭო არაფერი მონეტიზაციაზე ჩალიჩუს ავი რანაირად უნდა ჩარდეს სხეულის მონეტიზაცია კი ბატონო იყოს არ არის პრობლემა მე მომწონს განვითარება სხვათა შორის ჩვენ მეხსიერებაც უცნაური გვაქვს მე როცა მოხდებოდი ხოლმე აი ქართლის მხარეში უფრო რა ქალების საუბარი რომ მიდიოდა ხოლმე როგორი მეხსიერება აქვთ იცი რაღაც კატეგორია ქალებს აი რომელ ქალებს იცი აი მტკიცებით ბრუნვაში რომ ლაპარაკობენ ხოლმე და შუათიც რო იქნებენ ქართლ ქალებს ახასიათებთ ეს არა ჩვენია აი ეს ისნე ხოლმე და ერთმანეს და სანათესაოს იხსენებდნენ ხოლმე ვის რა ორგანო აკლდა ეს აი თქო როგორი დიალოგი იყო იცი გუშინი ქვიყავი ქალო ისა იმის რა ქვია დალის სიმამრის პანაშვიძე ვიყავ ვინ დალის ეგცო დალის აგე ფიბრომა რო ამოვაჭრეს ანუ ეს გაახსენა რა ჩვენ სხვათა შორის არავის ნაკლებები არა ვართ ჩვენი აი ჩვენი რაღაცა გმირები ყავს რა ეხლა იქით თუ ვიღაცას ტრამპი ყავს ჩვენ გივისი ხალხი ყავს გამი იქით ვიღაცას ბილ გეიტსი ყავს ჩვენ შავლამათელაში ყავს იქით ვიღაცა კარდაშიანი ყავს ჩვენ აგერე ზალიკო ბერგერი ყავს არ არის ძმაო რა ჩვენი ხალხი ყავს ძმაო
ემთხვევა ვითომ ზალი გობერგერი კარდაშიანი ერთმანეთს. თითქმის რა. თითქმის. ჩვენი ჯობია, ბიჭი ჯობია, კი. ჩვენი გვყავს ყველაფერი. რაც არ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში მე ჩვენ საწუნო არაფერი გვაქვს, იმიტომ რომ რაც არ უნდა დაგჭირდეთ ჩვენ და სამედიცინო მომსახურება თუ დავგვიდები კლინიკებში. ბევრად იაფე ვიდრე საზღვარგარეთ. სხვათა შორის ფსიქოლოგის მომსახურება ეს კოუჩ რაღაცა უფასოა. აი მაგალითად აი ინტერნეტში რა რომელ სახელს და გვარზეც არ დასერჩო. დაძებნო რა ფსიქოლოგი ყველა ვარიანტში ამოაგდეს ფსიქოლოგს. თუ გინდა აი შეგვიძლია Google-ი რო გახსნა ბატონ გიორგი. აი დაუშვათ ჩვენ რომ აი ინტერნეტი რო გახსნა. ხო. საძიებო ინტერნეტი. აი ნებისმიერი სახელი და გვარი რო დავსერჩოთ, დავძებნოთ ჩემი აზრით ამოაგდებს ან ფსიქოლოგს ან ასტროლოგს. თორე ძალიან ბევრი არიან ბოლო პერიოდში. აი თუ ვინა მითხარით და ვინც გაარტყავს სასმელზე დავპატიშებ. აი ნებისმიერი სახელი და გვარი. ოღონდ უნდა მითხრათ ვინ არის ფსიქოლოგია თუ ვინ არის. ნებისმიერი. გამოცანა ვითამაშ, მინდა მაინტერესებს დავთვალოთ რამდენი ვართ. მანანა ბერიძე, აბა ჩაწერი, მანანა ბერიძე. მანანა ბერიძე, ვინ იყოს მანანა ბერიძე? ფსიქოლოგი, აბა ფსიქოლოგი. დია. არის? ფსიქოლოგი არა, ფსიქოლოგი. რო ამოაგდოს, ფსიქოლოგზეც რო ამოაგდოს, ფსიქოლოგი ანა ბერიძე. ბერიძე, მოგლეთ ნახევარ ჭიქელზე დაქვადიჟებ. გვარი გავარტყით. კი ბატონო, ჩემს სახელზე რა ამ ქალბატონს თუ შეიძლება მიმტანი მოვა და შევუკეთეთ რას გნებოთ სასმელი. ყურადღებით ხარ ხო ბატონო, აი ჩემს სახელზე თუ შეიძლება. კარგი, კიდე აბა გვაქვს ვინმეს ვერსია? ყოფილა. ანუ ბევრი არიან. ანუ ბერიძეები სერიოზულად მუშაობენ რა. კარგი, არის კიდე სხვა ვერსია რაღაცა. ფსიქოლოგი, ასტროლოგი და კოუჩები, ესენი მომრავლდნენ ძალიან. გვაქვს ვინმე ვერსია, ოღონდ ძალიან ცნობილი არა ეხლა. ზიგმუნდ ფროიდი არ თქვა. უკან გააქვთ რამე ვერსია? ხოჯანაშვილი, სახელი? ლაშა ხო და ვინ არის? ვინ უნდა იყოს? ფსიქოლოგი, აბა ნახეთ. ლაშა ხოჯანაშვილი. Professor, assistant, doctor of psychology. It's დადგით ხო? მივესალმოთ გაარტყა, მე არ ვიცი ხო. გეხვეწებით რა ინტერნეტი გათიშეთ. კარგით, მეორე სასმელი აგერ. ეხლა იცი რა არის, მე ვესწრები მალე დავამთავრო, თორე აქედან წავალ 2 კაპიკით მერე. კარგი, კიდევ 2. გვაქვს კიდე ვერსია. დავით გოგიჩაიშვილი. დავით გოგიჩაიშვილი რომელ იმას მიაკუთვნეთ პროფესიას? დავით გოგიჩაიშვილი არის ერთი კოუჩი. კოუჩი, კომედიანი, წელიწამყვანი. მისი აღზრდილი ვარ სხვათა შორის მე. მიშა ანდღულაძე არ ვიცი რაში გადის. ერთხელ მახსოვს სამსახურში ხო არის სამსახურის სხვადასხვა ერთხელ ეგ დიალოგი გქონდა ვითომ დაცინვა მოვიდომე თანამშრომელი და ვეუბნებოდი რომ მეთქი ვირალოსაც თამაშობ თქო რა კომედი შოუში თქო ისეთები ხარ თქო აი მაგალითად შენ იმას თამაშობ აფერის ცხოვრებაში ცოტა აფერისტი ხარ თქო შენ გიჟს თამაშობ ცოტათი გიჟი ხარ თქო და მე რო ვიღაცა მეთქი შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ თუ გაარკვიო მართალი იყო ვეღარ მოუგება ბრძოლა კარგით არა დავით გოგიჩაიშვილი ხო ვიცით ცნობა ესახა ისეთი არ უნდა იყოს ცნობადი მაგრამ რაღაცა პატივისცემა იქნება არ მოიწყინოთ სხვა ვერსია მითხარით ვინ სილვა კაზარიანი ეგ რაღაცა სერიალის ის იქნება კაი იყო სილვა კაზარიანი ვინ უნდა იყოს რო ამოვაგდოს რომ წამყვანი ქართული ფსიქოლოგიის დამფუძნებელი უზნაძესთან ერთად რო აღმოჩნდეს ეგ არის უცნაური შემთხვევა ვიცი ცნობადობის უცნაური შემთხვევები სულ არის მე ერთხელ მქონდა უცნაური შემთხვევა ძალიან ღამე იყო და გამისკდა საბურავი და ხელოსანი მოვიდა და სულ მიხარია რომ მე ეხლა მის ცნობს დავეხმარება რაღაცა და მაინც მაშინ ვერ ვიცი
ერთხელ გეგიდა ცხონებული ოთარამიშვილის მუსიკოსი გიტარაზე, ჩვენ და სტუმრატებოდა. ამის სული დგას. ოთარ იცანი ესა ჩემზე მონება, გავარდებელი ვით ახლა როდის მიწოს. მიგულ. იცანი ესა ჩვენი ლექსენი. რადგან ჩვენ სახელით და გვარებს მივყავით ხელი. და ამდენი ფსიქოლოგი და ამდენის ვახსენეთ, ხო? ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი მოკლედ ამდენი კოუჩი, ამდენი ფსიქოლოგი, ამდენისა, არ ვიცი, საიდან შეგროვდა, ყველა გვასწავლის როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორ უნდა მოვაწყოთ პირადი ცხოვრება. ვინმე კოუჩი ხო არ გვესწრება აქ, ან ფსიქოლოგი ხო არ გვესწრება? არ არის? დავიჯერო, რა ვიცი ესე. ხო, ეთყობა ძალიან კარგად. ხო და ძალიან ხშირად ხდება ბოლო პერიოდში პირადი ცხოვრება როგორ მოვაწყოთ. აი ამის ეს კოუჩინგი და ამის აი ძალიან ბევრია რა. მე გადავწყვიტო, იცი რა, რადგან ამდენი მონოლ, ესე იგი кайფული იშოვება. იმიტომ რომ 100%-იანი ახლა დაალაგებული ცხოვრება ხო არავის არ აქვს. 100% იდეალურად არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ რობოტი ხო არ ახარ. მე მინდა ექსპერიმენტი ჩავატაროთ, აი დავუშვათ. ხელისაწევით რა, აი ვინ არ ყოფილა პაემანზე არასდროს. დაგეხმარებით, მე არასდროს არ ყოფილი. არის აქ ვინმე ისეთ, ვინც არასდროს არ ყოფილა პაემანზე. ეხლაც პაემა პირველია? გასაგებია. კაი, ორჯერ ვინ ყოფილა პაემაზე? ანუ აი 5ჯერ ნაკლებზე ვინ ყოფილა პაემაზე? რა გათახსირებული ხალხი ეს? ყველა 10ჯერ, 2ჯერ არის ნაკლები პაემაზე. კაი 10ზე ნაკლებჯერ ვინ ყოფილა პაემაზე? თქვენ ამ შემთხვევაში რადგან მე მამაკაცი ვარ, ქალების შემთხვევა გვაინტერესებს, იმიტომ რომ ეს რაღაცა ექსპერიმენტი მინდა ჩავატაროთ რა, რამდენად შემიძლია მე კოუჩად გამოვდგე და ვასწავლო პაემანზე პაემნის ხელოვნება რა. აი ქალების განსაკუთრებით თქვენ ისე იყურებით პაემაზე არ იქნებით ნაყოფი. არა ხო? შეგიძლიათ ორი სკამი რომ მოგვიტანოთ, გაგვახმაროთ. ექსპერიმენტი მინდა ჩავატაროთ, რამდენად შევძლებ პაემნის ხელოვნება ვისწავლოთ რა. აი მოვედით შეურვით, გამარჯობათ, პაემაზე თქვენ ბრძანდებით? კი ბატონო. კი ბატონო, იმიტომ რომ ქალები აგვიანებენ ხოლმე ძირითადად. კარგით. სად არის დო? ეს საათიც არ გამგეთ. გამარჯობათ. პაემნის საკითხზე მე ვარ, კი, მოგწამთ. ფეხი ფეხზე რო გადავიდო, ხო არ გაფრაზდები. დაბრძანდით. დაბრძანდით. გელოდებით. აქ მაგი და გვედგა და წაიღეს, მე ის რაღაც ის იყო რა. არასწორად გილასიდი. თქვენი სახელი? შეგუშლიდა მაგი და. არა, ეგეც არის იგი. თქვენი სახელი? ანა. მე სუხო მქვია. სუხო ვარდი პასპორტით. გვარს არ გეტყვით ახლა, იმიტომ რომ მაინც დავიზღვით. და იქნება და მითხარით გვარი მაინც, რა იცი რა ხდება. მოდით გვარს პირადში მოღწევთ. იცი რა მაინტერესებს? თქვენ სად მუშაობთ? ანუ მოდი რა მე გულწრფელი ადამიანი ვარ, აი მაგალითად მანქანა, ბინა, კაი ხელფასი, აი ეს ყველაფერი, დვარეცები და ოქრე შეგიძლიათ რომ შემბირდეთ უკვე რომ ბარემ საქმე დავძოთ, ყველა დრო არ დავხალხო რა. ორბინიანი ვარ. ორი? მოიცა მაგებს ვერ გავაერთიანებ რომ ბელეტაჟის პონტი. მე ახლობელი მყავს მშენებლობაში რა, სერიოზულ. ერთი ბათუმშია, ერთი თბილისში. ერთი, მაშინ არ გამოვა, ასე. თბილისი ჯობია. ის ბათუმის ბინა დაპირთული ხო არ არის იპოთეკით. ეხლა ბოდიში ძალიან არარომანტიულ თემაზე წავედი, მაგრამ ხო ხდებით რა. ეხლა მე ისეთ ქალთან ვერ ვიცხოვრებ, ვისი ბინაც იპოთეკით იქნება დაპირთული, ხო ხდებით. ესეთი ამბავი არის რა. არა, მე პირველად გონჩენდა თანხმიდა მაგ იპოთეკას ხვალვე დავფარა. გასაგებია. რა მეინტერესებს ამ კოსტუმს კლავები არა, აქ თუ რა. არა, თავარი ექიმის პონჩი რაღაცა მოხდება. მაგრამ გიხდება. უფრო სოლიდურად ვჩვენ ვარ და. კი ბატონო. და ანა ძვირფასო რა მინდა იცი გითხრათ? ეხლა ცოტა უხერხული შეიძლება შეკითხვა იყოს, მაგრამ
თქვენ ფეხი რა ზომა გაქვთ? თუ გამოიცნობთ? არა, რატო გეკითხებით? მესამე ბინასაც გამოვაჩენ. მაგას რატო იცი? მესამე ძმაკაცისდამ გამოწერა ფეხსაცმელები რა ინტერნეტით და პატარა მოუვიდა რა. ხო და რა ვიცი, თუ არ ითაკილებთ რაღაცე სხვა საჩუქროს, ხო? თქვენ მოგცემთ და ეხლა იმ თავის ტრუსიკებს და რაღაცებს მაგას ვერ გაგაბრებთ. გააბრუნოს უკან ეხლა, მაგრამ ფეხსაცმელზე იმას ვიზავთ, ამისთანა ქორფა გოგოსთან რომ ხარ დეიძე თუ პაემანზე, თემუდან გამოწერილი ფეხსაცმელით კიდე გამო. არა, თემო არ არის, არა. მამიდამისმა გამოუგზავნა საბერძნეთი. იტალია მაინც გეთქვა. იტალია. კაი, გადავიდეთ მოდი შემდეგ თემაზე. ანა ძვირფასო, რა მინდა იცი გითხრათ. ეხლა თანაცხოვრების, დაპუსიმდა თანაცხოვრება დავიწყეთ ერთად რა. მე ღამე მინდა გითხრათ, წინასწარ გითხრათ, რომ ცოტა ხრინვა ვიცი. ოღონდ ხელით რო შემანჭრევ, ჩერდები. ისე არა ვარ, რომ გავიჯეჯილო და ფეხებზე რო გიდიათ ხოლმე, ოღონდ თვითონ დაიძინო. ანუ ესეთი ამბავი ვარ რა, ხო. თქვენ რამე უცნაური თვისება ხო არა გაქვთ ისეთი, რაც ხელ შეგვიშლის თანაცხოვრებაში? მეც ვფრინავ. არა, ჩვენი თავი ჯანდაბას მე ბავშვი მეწოდება მე რა. ფეხს თუ ჩიკე პაწაზე. პატარათი გავიზარდ. მაშინ პრობლემა არა, თქვენს დუხრენ და დაბალანსდება რა. კიდე რამე თვისება ხო არა გაქვთ სხვა ისეთი, რომ ხელ შეგვიშლის? არ შეგვიშლის ხო? არაფერი ისეთი არ არის. იმას აქში ვარ უკვე ოღონდ გავთხოვ. პრინციპში მეც ეგრე ვარ, რა კაფელს ვამბობ და უკვე რა ისე. კარგი, ბადო. მე მგონი დიდი მადლობა ანას ავაჯიდოთ აში. ანა გამოვა, კი მე ჩემ ნომერს ჩაგაწერინებს და აუცილებლად გამოგვივა რაღაცა. კი. ბადო. ესე რაღაცა გამო. მოვალ მე რეცოდა ხარ. დიდი მადლობა ანას კიდევ ერთხელ. კი ბატონო, გამოვა. როგორც ვიცით, ქართველები მოდაშიც წარმატებულები აღმოჩნდით, ხო? ბოლო აგერ დემნა გვასალია ყავს. კაცი ვარსკვლავებს ხსნის. აშ იმდენი დასაცმელი ქონია, რომ ცოტა ხან შეიძლება დემნას ეკენხენ გაიხსნეს. იაკეთებს, საუთ, ეგეთ ნიჭიერ ტიპი ლილოს ჩანთებს კიდის წარმოიგინე, ფოე მილიონერებს. ხო და მოდაშიც საინტერესო ხალხი აღმოჩნდით. მე პრინციპში მოდის ამბავს რომ უყურებ როგორ გაჩნდა ჩვენთან მოდა ბევრი მოდური რაღაცა გვაქვს ბევრმა რაღაცამ ჩაიარა და ბევრი ისეთი რაღაც გვეცვა რომელიც შეიძლება აღარ გვახსოვდეს ან დღესაც გვაცვია და არ ვაფასებთ ან შეიძლება ერთ დღესაც აღმოჩნდა როგორც დემნა გვასალიამ გაყიდა სერიოზულ ფაში ხო რაღაც ლილოს ჩანდება. რა გახსენდებათ მაგალითად ერთი 20-30 წლის უკან ან ახლა რაც მოდაში იყო და ახლა აღარ ვიცვავთ. როგორც იყო მაგალითად პლასმასის ქოშები გახსოვთ აბაზანის 2002 წელს. უცნაური რა ისინი. ტელეგრეიკა მაგალითად გახსოვთ. კი მოდური იყო დუბლიონკა. გახსოვთ ხო ეგეთი რაღაცები. ესპადრელები. ჯექსონები გახსოვთ? რა გახსენდებათ კიდე ეგეთი? პირამიდებიც იყო. პირამიდა ჯინსები, კი ბატონო. ინსპექტორები, შლაქსები, კი ბატონო. კიდე რა იყო? ისინი ბანანი ჯინსები, რაც გამომდი. ვილვეტები, სქელი ვილვეტები, კი ბატონო. ვარიონკა ჯინსები, კი ბატონო, თურქეთიდან ჩამოტანილი. კი ბატონო. კიდე რა გახსოვს? ის გახსოვთ, რა ქვია? რომელი? მანტო, კი ბატონო, მანტო ის იყო, ხო, მოკლე პალტო. ან ბიზნესმენების იყო გრძელი და მოკლე ისა. დამწყები ბიზნესმენების იყო მანტო. პალტო უკვე შემდგარი. კი ბატონო. კიდე რა გახსოვთ ჩასმის ამბავში? რასაც აღარ ვიცვა, ძალიან რო გეგოიმება ახლა, მაგრამ გვეცვა რა. პლატფორმები, კი ბატონო. კარაკულის შუბა. ხო, კი, კარაკულის შუბა. ირმებიანი სვიტრი.
იგი წაგერეს boys კი ბატონო yes no მაისური მოკლე ეგეც იყო ქალები მახსოვს თმას იღებავდნენ რაღაცა ხნა ერქვა ეგეთი ისიც იყო ხო ერევნის ხსნარი მახსოვს კიდე მათეთრებელი არის ეხლაც ვა ეს იგი ბესტსელერია რისთვის არის ათეთრებს თეთრეულს აფუჭებს კი ბატონო ხო კიდე რა არის აი ესეთი რასაც აღარ ვიცოთ რა უნდა გვეცვა და ეს შუბა ჩუსტები თლიანი ჩუსტები პლასმასის ეგ წეღანდა ვიეტნამ რო ეწერა წინ ეგა კი ბატონო ისმოდა წინდებზე სანდლები ზაფხულის ეგ რაღაც ასაკოვან კაცებს კი ბატონო ყველგან უკან ყველა დიზაინერების ხეთად ხო თუ გერიდება აღიარება იმის გასაგებია კი ბატონო ხო კარგით მოგლეთ მე ჩემებური კვლევა ჩავატარე მივიხოთ იმისა რომ ძალიან რთულია სულ იცვლება მოდა მაგალითად ამაციან ნანულის ხალათს ვეძებდი ბაზრობაზე მართლა გავე დამჭირდა და აღარ შემოდის კონკრეტულად ეს მე წითელი თეთრი გულებით აღარ არისო მე რაღაცა მასალა შევაგროვე მოკლედ და ნუ მუსიკალურად მინდა გავიხსენოთ ერთად ქართული მოდა ზოგადად საიდან დავიწყეთ საით წავედით და რა გვეცვა და აგარი კიდე სახელები მოგვიფიქრებია ჩვენ თვითონ ისეთი რომელიც არა ბრენდულია მაგრამ აი ქართულად რა როგორც ჩვენ რო არ ვფეთხოვი რაღაც სახელებს ეგეთიც გვაქვს ბევრი და მოკლედ თქვენთან ერთად მინდა გავიხსენო ქართული მოდის ამბავი კაცო ბოლო პერიოდში კაცო სულ ეს რაღაცა შუბზე ოფლი მასხავს ხოლმე და კაცებს მინდა გითხოთ ეს ასაკის კრიზისი რომელ რა პერიოდში იწყება რამდენი რა 44-ის ვარ და პიჯაკის ბრალია ომა შუბზე რატომ ცხელა ზოგადად ხო რა იმიტომ რომ ჯაჯღანი არ დამიწყია მაგასახში კაცები იწყებენ ხოლმე ჯაჯღანს ხო აი ეს ამბო ჯაჯღანი და არა ვარ ჯაჯღანი ესე იგი ყველაფერი კარგად ამაქვს არ დავხარჯოთ ყვილე ექიმში. მადლობთ, თქვენ ძალიან დამეხმარეთ. ნახევარი ჭითა თქვენ გეკუთვნით. კაი, მოკლედ გავიხსენოთ ქართული მოდა აბა. დრო იღოს სვეტს გავხდი ბოლო მოდაზე მეცვა ტრენდული მარიაჟის გვირგვინი გადმომეცა ქალაქში რომ იკითხო ტენდენციებს მევქმნიდი პირადში მირეკავდა კარლიტო ლაგერფილდი სადაც კი ფეხი შევძგი ყველამ გამიღო გარი ზმანებში ჩავატხლიშე $1,300,000 არაფერს არ ვიკლებდი მე ყველა ბრენდი მეცვა ის ბრეის ჯემპრიც მოისინჯე მამი და ჩემმა შემცა პიცა სპორტულები კოსტუმის ლიპები მაღალი ბუქები აჟური ჩულქები კაპკაპა შარვალი და სალამანდრები ლაიკის პლაში და ნეძელია ტრუსები თუთის ჟილეტი ეზოს ჩუსტები და აბადოკი და ბებოს ბუგები ძმაკაცის ახლობლის და მილანში გაგვითხოვდა ამისთვის ქირურგებთან კაი ხანს შალი ჩობდა ამდენი ზმანებისგან კარადა ჩამოიქცა ქორწილში დაამპატიჟეს მითხარით რა ჩავიცვა თუ
Dublinka rollingi da polsa poshkebi Zaphulis tapkebi Engoli shlagsebi Tutis parashuti Maghlebze probkebi Salesi demnebi da kazachokebi Mamis pokhana da naikis kaloshi Varionka jinsebi Angoras vitrები შევადნაძეები თუკიტოვანები თეთრი ბესელკები დინარაძეები ანკალაძეები ანსურამლბი თევზის შლოპანცები ფუთები ლუქებით Kuslები ჩლიქებზე აუთფიტები წეილ რეპლიკები იმენა ზომაზე რომ მიდის აიმენა ეგნი დარა 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 Mando pegi qomoqlit რა When I walk, they turn. When I move, I earn. When I strut, this stuff they gonna get up, watch the tables turn as I work the room. When I strut, this stuff they gonna turn up. You know what I'm talking about. I'm about this work it out. I got what they asking for. In the back, I'm a boss. Historic, I feel iconic. I'm the baddest joy. Drop the light up, show stuff. I'm a როგორ ახარ შემოგვიფასებო რაუბედური გზებია ვერ ჩამოვედი მოკლედ კასტანტინოპოლიდან მოდივარ პრუსია მოვიარეთ იქამდე დაპატიჟა დაქალმა და როგორ ახართ ერთი ქალებო აბაბაბა მამაკაცებო რა გადაგხედოთ ერთი ძალიან კარგები ხართ რამდენი ერთმეტი არ გვინახავს და წლები გარბის და ესე დავიწყეთ ერთმეტი სხვათაშორისო ქალბატონებო ყველა მამაკაცებო მოგვიანებით გილოცავთ ახალ წელს რვამარც არ ვიცი ყოფილიყავით ბედი მე ნუ გადამიღებთ რა ჩემო კარგი იმიტომ რომ ეხლა ხო ხდები არა ვარ იმ ასახში რომ მე აქ რაღაცები ვაფქვიო ეს TikTok-ები და ისინი არ შემიძლია არა ბადლობა ჩემო კარგო რა ვიცი რა მინდა გითხრათ რა პირველ რიგში რომ ყოფილიყავით ქალბატონებო ისეთი ლამაზები თქვენს მამაკაცებთან ერთად ისეთი ლაღები და სულ მქონოდეთ აი სილაღის და კარტოფის სურვილი და 100 წლის მერე პლასტიკური ქირურგიის ფული ჩემო მამაკაცებო ეხლავე დაუბროვეთ ანაბარზე ჭირდება თალებს ეგ კიდევ რა ვიცი რა მინდა გითხრათ უკან მე რა ნაცნობ კაცს ვხედავ ერთი წუთი რა ვიღაცა ნაცნობი დავინახე რა ბოდიში ერთი წუთი არა შემეშალა ჩემ შვილიშვილს მიგამსგავსე ჩემო კარგო გამარჯობა ჩემო კარგად რა საინტერესო ხალხი მინდა რომ გაგიცნოთ სხვათა შორის რა გამარჯობათ გამარჯობთ თქვენი სახელი დიმიტრი ძალიან სასიმ მე ძალიან გავს ეს მამაკაცი ჩემ მესამე ქმარს რა თუ ვინმეს გახსოვთ აი ერთ-ერთი ავთო იმას ავთო ერქვა ცხონებული თქვენ დიდხანს იცხოვრეთ ჩემო კარგო თქვენ ახართ ავთო არა ავთო არა თქვენ საავსო თორე მეხსომებოდა ეხლა გამოცდილება დიდი მაქვს მაგრამ მეხსომებოდა სიმართლე გითხრა ჩემო კარგო თქვენ რასვავთ რა გიყვართ რასასმელ აზე დაგპატიჟოთ მითხარით რა თუ დალიეთ უკვე რა დალიეთ ყავა ხო აგნებათ ჩაგიხედოთ აბა მაჩვენეთ ერთი წუთი კი ბატონო ეს გული ამოგიღიათ უკვე რა გეჩქარებოდათ ძალიან კარგი ჭიქაა ეს სხვათა შორის გზა გიჩანთ უბრალოდ ბოლოში პატრული გაჩერებთ ნასვამი ბზანდებით თხილად იყავით ხო რა ეხლა ესე გიჟებივით აჩერებენ ხო და არ წაკართვა მართვის მოწმობა მაგრამ კარგი გზა არის ნახალოვკამდე კარგად მიდიხარ და მერე გაჩერებთ პატრული ამიტომ რა ქენით იცი დინამო ჩერეს დინამო წადით
რომ დაცულიყო მეტი ახლა მეტი დრო არა მაგ ხო ჩემო კარგო გაგიცნობთ კიდევ აბა უკან ჩემო ძვირფასებო აი რა კარგი გოგონების თქვენ გათხოვილები ხართ ხო არა ლუდი გიყვართ ესე კი ხო ლუცვა სხვათაშეროს ძალიან გვარს ლუდი იყო დრო როცა და აი სვავდი ხოლმე გიჟივით რა მაგრამ რატომღაც ვერ ვინელებ ლუცს მე თქვენ კარგად ინელებთ ლუცს გოგონებო ხო არა რატო იცი ჩემი ორგანიზმი რაღაცნაირად ვერ იღებს ლუდს სხვათაშორის ყოველთვის მიჭიდა ლუდის და კაცების მონელება სიმართლე გითხრა განსაკუთრებით კაცების კაცი ხო ბევრ საფუას შეიცავს და მოგეხსენებათ ესეთი ამბავია ჩემო კარგო რა კარგი პერანგი გაწვია თქვენ სხვათაშორის მეგონი ეგ არის არა იცი ძალიან ცუდად დავტრიალებ ამ კაცს თავზე და არაფერი მარცხი არ მოგვივიდეს კაცო კარგად ვიყოთ რას ამბობთ ხო ვაიმე ცოტათი გული მიფრიალებს ბოდიში რა ცოტათი რომ ჩამოვждე შეიძლება იცი რა არის აღარა ვარ პატარა სხვათა შორის 76 გავხდი დღეს ექიმად აში დამინიშნა დღეს ისამჯერ დღეს პირველი მიწ გმადლობთ ბოდიში რა გმადლობთ ვაიმე რაღაცა იცი გული ამიფრიალდა კიბეებზე რო ვიარე და რა კაჭი ბრძანდებით თქვენ წვერი რატო გაქვთ მოშვებული გლოვობთ რამეს ლამბე სექსუალია ლამბერი არ ვიცი რა არის და სექსუალური არის ნამდვილად კი ბატონო სხვათაშორის მამაკაცებს როცა ვხედავ ხოლმე გოგონებო თქვენც არ ვიცი სუგულის ფრიალი მეწყება ხოლმე რა თქვენც ესე ხართ კი და ისე კი გააქვთ გული თქვენც კი ბატონო მე არ ვიცი ეს შეიძლება ექიმთა მისასვლელი ამბავი იყოს სხვათაშორის თუ თქვენ და იცის ხო იცის კი ბატონო თუ რაღაცა მე ორგიების მომხრე არა ვარ ეხლა ჩაერთო ესეც რა არიქა ხო ეს ხო რას ამბობ უკვე წავიყვანე და ხუმრობ ჩემო კარგო თორე ძალიან ლამაზები ხართ თქვენ ძალიან კაი წვილი ხართ სხვათა შორის წვილი ხართ ძალიან ესეც ვიფიქრე რა ძალიან ისეთ კითხვას რამდენი ხანი ერთად ხართ პირად კითხვას დაგისვამთ რა 8 წელია და 8 წელი ეს კაცი გიყვართ არა ულამაზესია მაგრამ ეს ხასიათი ესეთი თქვენ დაუყენეთ თუ პაკეტში მოყვა ხო არა ძალიან კარგი ისეთი ვაშკაცური ბატონია ძალიან საცი სხვათა შორის თქვენ ხართ გმირები ახლა მე კი ხუმრობ მაგრამ 8 წელი ერთად სიყვარულში მე არც ერთ ქორწინებაში ვერ გავძელიამდე ზოგადად იცი რა არის დიდხანს ვერ ვჩერდები ურთიერთობაში და ბანკის რიგში ფესდება გამიგე ესეთი ხასიათი ხო არ ვიცი რა რომელი შეცვალო ქმარი თუ ბანკი კი ბატონო ხო ამიტომაც არის ხო ისე ბანკი ვერ შეცვალე თუ ქმრის შეცვა უფრო ადვილი ყოფილა ბანკი ხო იცი ეს რო გადაგეკიდება მე დამთავრებული მოკლედ ეხლა მე ბევრი შემიძლია ვიბოდიამ ერთი რაღაცა ვაიმე ეს ტელეფონები არ შემიძლია რა კარგი იყო აი კომუნისტების დროს რა არავინ არაფერს არ გადაგიღებდა და თუ გადაგიღებდა პირდაპირ ციხეში იჯექი არ ჯობდა ის დრო არ ვიცი შეიძლება ჯობ მოკლედ ეხლა ერთი სიმღერა მინდა გიბღეროთ და სხვათა შორის ახალი სიმღერაა ნუ მართალია 25 წლის უკან დავწერე მაგრამ ნუ ახალი არ გაჟღერებულა ჯერ არა ვიცი თან იცით რა მოხდა ესე იგი თბილისში უნდა დამეწერა ეს სიმღერა ქალებს ეძღვნებოდა და ისე მოხდა რომ ჩემი ქმარი ისე დათვრა რომ მატარებლი გზავრობი და თბილისი წასვლა ტაგაროღში ჩამოვედით იქ მომიწევა რა თბილისს ეკუთვნის მოკლედ რა თქვენის ნებართვით სიმღერა ქალებს ესეთ სახელი მოვიფიქრე მაინც მე ვარ მართალი ეს ქალები გამიგებთ სიმღერის სახელწოდება ეს არის აქ თხოვ ჩემო ძვირფასებო ძალიან მაღალია ეს კიბე კიდე დაგედაფლებინათ ხო ველაკაცი ერთნაირი განაროდის ყოფილა ზოგიც ნელად დასაჭერი ზოგიც თავკმაყოფილა თუ კიდე ვინი გაულაღდა და შენ გადაგირჩია ხაბით ცივი დაუფინეთ ფსიქოლოგმა მირჩია თუ კიდე ვინი გაულაღდა რა კარგი საათი გაქვს და შენ გადაგირჩია ფსიქოლოგებაც მსგავსი რაღაც მირჩია ვაიმე რამდენი ხანი არ ვიცეკვია რა უნდა გეცეკოთ
მადლობის გარეშე დადიდადიდადიდა პარიმიზეს გარეშე რამდენი დღე მინანია არ არის აუცილებელი და ორივე ხელი წელზე კაცო ისედაც არ არის და ვიცი გადაიფრეს მე გიშივით მიყურებს ეს იცოცხლე ჩვენი ისევ აფენია ვაიმე ბოდიში რა მეგეთი მაგარიც არ ვარ დიდი მადლობა დერია დარარიდა შემეფაროთ ვაიმე ცოტათი გამეცდა ხერხებალი ნახოთ აბა წვები როგორიც ეკვავენ ვიცი გადაიფრე თუ ავისო გულესა ცელკმა ალებმა ვიზავად გათვალე აღარ ვიცი მერე შებრალება ხო არ შემჭამს მოგზადით აბა ოჩახ ნახე რა კაცი დავითრიე სიყვარული მხოლოდ ერთადერთია აბა ნახოთ ესე ხელი აი ბრავო მიყვარს ჩემი სათქმელი თქვენი სახელი საკოშ ხაძიშვილი სხვანაირად არც ვიფიქრებდი გურული ვაიმე და გურულ კაცებზე ვიждები სხვათა შორის იცით რა არის თქვენ მეუღლესთან ერთად ხარ კარგი ბოდიში მასში ტყუილა გაყელეთ დიდი მადლობა დარარიდა დერია ვიცი თუგი ამიალდა გულიცავზე დარადები აღარ ვინანები მე აღარ ვინანები ვაიმე დავიღალე რა ორი კაცის ძალიან ბევრია ჩემთვის რა მადლობთ კარგი იყო იცით რა მინდა გითხრათ მე დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილი ვარ სხვათა შორის ხო და რამდენი წელიც აქ ვიცხოვრე იმდენი წელი გავატარე საზღვარგარეთ ახლა ვის უღებთ უკაცრავად თქვენ იქით არავინ არ არის და არ ვიცით მე ვერ ხედავთ მესამე თვალი გაქვთ თქვენ თუ რამე ექსტრასენსულია ვაიმე სხვათა შორის ძალიან ლამაზ ქალბატონი ბძა თქვენი სახელი ვერ მეუბნება ისე კომპლიმენტი ეთყობა დიდი ხანი არ მოგისმენთ მაგრამ საჭიროა თქვენ მეუღლეა თქვენი სახელი მეუღლესი თქვენი არ მაინტერესებს მეუღლე არ მეუნება თორე მეუღლეს ტარიელი ქვია თქვენია ტარიელი გასე მოდი ბეძდავიბენი ხო ხდებით ახლა თქვენ თუ ტარიელი ქვიათ მაშინ მანანა ერქმება მეუღლეს ხო იმიტომ ტარიელი და მანანა მე სხვა წვილი არ ვიცი სხვათა შორის ძალიან გავხართ ჩემ დიდ ბებიას ისიც ესეთ ლამაზ ყურებს და თვალებს ატარებდა ძალიან ლამაზ კი ბატონო მოდი ესე გავაკეთოთ რომ ერთიც ვიმღეროთ ხო თქვენ ხო არ გადაგიფიქრებიათ ცეკვა ჩემო ძვირფასო ხო რაღაც ვერ შევასრულეთ წეღან ნახოს კარგად და არა ძმაო რა კარგი იუმორია აბა ერთის თუ შეიძლება რა გაგიქრეს თავი არა გურულებს ძალიან კარგი იუმორი აქვს სხვათა შორის აბა თუ შეიძლება აი ვაკის დილა სხვათა შორის ვაკის დილას დაწერილი სიმღერა მინდა გითხრათ და ყველა დილის მოყვარულ ადამიანს ეხლა ვაკეში დილა 3 საათზე იწყება მოგეხსენებათ ჩართეთ და ესეც თბილისში ვაკეშია დაწერილი 3:30 იყო 4 სადღაც ესე რა კიმღერით ქალის სულით მაღალი ნაკუსტპარალი ნამრგვალ ბაღარი ვაკეში არავის უჭირს ხრებში გაიმართეთ ახ ეს ყველაფერი ჭორია აქ მაწანა წალაძაღლიც კი მინიმუმ ლაბარადორია გამარჯობა ჩემო პროვინციული აქცენტი აი ეს გოგო მიდარძლად თვალის ბოჭკოებს მიგედას
ღამერთო სამშობლო გამარჯობა ჩემო კარგო ამისოს დარარი ვაკე თავის თავს მიხედავს მოვა უჩქარობ ვაკე თავის თავს მიხედავს მოდი აბახეთ წადოთ რა წავიდეთ ერთი გულია ეს გუსტაბაში წადოთ არ გიცეკდიათ არას დროს ხოთაშორის მოუხდება რა მენი მეუღლეც ეკბავს არა აბაცადოთ მოდით რა გავამხლევოთ იცი რა ხენი კიდე თქვენ მიატეკით მე სკამს გამოვაცლი სხვაც აღარ ექნება სკამი გამოუწლია თქვენთვის ვინმეს დავი ელალმადილმა შემენიშნა გამორცხობა თავით შახარა ვაკე ისეთი ძველია დავეკისე დაალაბა მე ტექსტი ამერია ოკე აუკარე უბრელა შემნიშნა ისევ იმასთან წავა დამორცხვა თავით შახარა ვაკე ძალიან ძველია ტელეფონს გადაგიგდებ ჟალმარესავით ჩაღარა ორთულია იდგეს სერიოზული მოდომებული ეს ბიჭი და სანათელი ვითენე თუ აქეთ ვიცეხოთ უღურე და ისწავლე არ მომიშალო ღმერთო ზეცასნალე კიედება სცენა არ ყოფნის და მესხლები ვერ ოშლია აქ სხვანაირად თენდება 3 საათი და მე ძალიან დაიბერეთ გვია 3 საათი აგები აკი ბატონო ამასობაში გავიდა მოკლედ მე დაგიკავშირდებით და სტუდიაში გავიეროთ რეპეტიცია დიდი მადლობა კიდევ ერთი დიდი ტაში მადლობა თქვენ მიყურეთ ესე კაცო ვერ გავიგე მადლობა ჩემო კარგო თქვენ ისე ვატყობ სპორტსმენი იქნებით ოღონდ გულში მოცეკვავე ხართ ბავშვობაში ეთქობა სპორტზე გადაერდარ და მოცეკვავე კიდე გაცეკვაგინოთ გმადლობთ შეგიძლიათ დიდი მადლობა მობრძანებისთვის ყველას მიყვარხათ კონცერტით გეფერებით გემშვიდობებით არც ისე დიდი ხნით ერთი პირი ორი გიტარა სამი თვით ნახოთ როგორ დავა ყველა დიდი მადლობა დღეს მე ამით დავამთავრე კონცერტ Did I forget to mention it's all about me